საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე მომზადებული კვლევა წარადგინა დღეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა. კვლევის მიხედვით ნაჩვენებია, რომ სასამართლოები ინფორმაციის საჯაროობაზე უარს ამბობენ და აქცენტს აკეთებენ პერსონალური ინფორმაციის დაცვაზე. არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მოითხოვეს სასამართლო გადაწყვეტილებების სრული ვერსიის ჩვენება ეგრეთ წოდებული კაბელების, ვანო მერაბიშვილის, გიგი უგულავას საქმეებზე. IDFI-ში მიაჩნიათ, რომ თუ კანონში ცვლილება არ მოხდა, ეს სასამართლოს გამჭვირვალობას დააზიანებს. ჩვენ მოვითხოვეთ მაღალი თანამდებობის პირების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებები, ზოგადად მაღალი საჯარო ინტერესის მქონე გადაწყვეტილებები, მათ შორის კაბელების საქმეზე, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის საქმეზე, შინაგან საქმეთა მინისტრის საქმეზე, თბილისის მერის საქმეზე, მაგრამ ეს გადაწყვეტილებები ვერ მივიღეთ იმ მოტივით, რომ შეიცავს პერსონალურ მონაცემებს და საჭიროებს მათ თანხმობას. მოვუწოდებთ პარლამენტს, რომ დაიწყოს მსჯელობა ამ საკითხზე და შეცვალოს დღეს არსებული წესრიგი, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მაღალი რისკია, რომ მართსაჯულება საქართველოში შეიძლება უფრო გაუმჭვირვალე და არაანგარიშვალდებული გახდეს. გარკვეული კატეგორიის საქმეებზე ნამდვილად უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, აქ საუბარი არის ძირითადად იმ საქმეებსაც საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს და განსაკუთრებით ესახება სწორედ საჯარო მოხელეებს და თანამდებობის პირებს. ამ მხრივ მე ვფიქრობ, უფრო მეტი სტანდარტია საჭირო სასამართლოს მხრიდან. სასამართლო მოსმენების გახსნილობით და იმით, რომ სასამართლოებში ტელემაუწყებლები არიან დაშვებული, მნიშვნელოვანი პრაქტიკაა სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჯაროების კუთხით. ამით საქართველოს შესაბამისობაშია საერთაშორისო კანონთან. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გადაწყვეტილებების გასაჯაროებას მოსდევს მხარეთა ვინაობის დასახელებაც. მოგიყვანთ კანადის მაგალითს, ჩვენ გქონდა პრობლემა, როდესაც სასამართლო მკვიდრ მოსახლეობას დისკრიმინაციას უწევდა, ან მიკერძოებული იყო. თუ არ იქნებოდა დასახელებული მხარეთა ვინაობა, მიკერძოებულობასაც ვერ აღმოვაჩენდით.